2021 წლის 18 თებერვალს მინსკის საქალაქო სასამართლომ ის განაჩენი გამოიტანა, რომელიც აქამდე ბელარუსის ისტორიაში არავის ენახა და ამ ქვეყნის მომავალიც საბოლოოდ შეცვალა. 2 წლიანი პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ტელეარხის, ბელსატის ჟურნალისტის კატერინა ანდრეევასა და ოპერატორის დარია ჩულცოვას წინააღმდეგ. ორივე მათგანი გაყალბებული არჩევნებისა და რეჟიმის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას აიყვანეს. კატია მითხრა, რომ არ ეშინია ამ განაჩენის. წინასწარი მოთავსების იზოლატორში ყოფნისას მან სოლჟენიცინის წიგნი არქიპელაგი გულაგი მთხოვა. სასამართლომდე მითხრა, რომ ადამიანები საკუთარი პრინციპებისა და სიმართლისთვის 10 და 20 წელი იყვნენ гулагებში, მაგრამ არ ღალატობდნენ საკუთარ თავს. თუ სასამართლო მას პატიმრობას მიურჯიდა, катя მზად იყო დასჯილიყო სიმართლისთვის. Витаю, телеканал Белсат. Скажите, что ж примусило сегодня вас выйти на улицу? Здеки. ჟურნალისტები 15 ნოემბერს მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილის რომან ბონდარენკოს მკვლელობასთან დაკავშირებულ პროტესტს აშუქებდნენ. მათ რეჟიმი დემონსტრაციების მოწყობას, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, საზოგადოებრივი მართლწესრიგის დარღვევასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის 19 ხაზის შეფერხებას ედავებოდა. დანაშაული ჩადენილია ინფორმაციის გაჟღერების გზით, ეწერა ჟურნალისტების საქმის მასალებში. ბელსატის საქმე იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტების წინააღმდეგ რეჟიმმა სისხლის სამართლის კოდექსი გამოიყენა და განაჩენიც აღასრულა. В ноябре 2020 года 2020 წლის ნოემბერში რომან ბონდარენკოს საცხოვრებელ სახლთან მუშაობდით. იმ ადგილს სიმბოლურად ცვლილებების მოედანი ერქვა. ბონდარენკოს ერთ-ერთი აქციის დარბევისას სასტიკად სცემეს და ის რამდენიმე საათში კლინიკაში გარდაიცვალა. ხელისუფლების პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ მთვრალი იყო. ამ პროპაგანდამ არ იმუშავა და მალევე აქციებს კიდევ უფრო მასშტაბური აქციები მოყვა. კატიასა და დარიას ერთ-ერთი ბინიდან მიყავდათ რეპორტაჟი, რადგან ზევიდან ხედი უკეთესი იყო. მალევე გაშიფრეს და იქვე აიყვანეს. 2020 წელს უკვე შეჩვეული ვიყავით, რომ ჟურნალისტებს ადმინისტრაციული წესით ასამართლებდნენ და ეს შემთხვევაც ასეთი გვეგონა, თუმცა ერთ დღესაც სხვა რეალობა დადგა. სხვა რეალობა ერთ დღეში დადგა, თუმცა ამ რეალობამდე გზა რეჟიმმა თანმიმდევრულად გაიარა. 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ლუკაშენკომ გამარჯვება 80%-ით მიიწერა და იმავე ღამეს მასობრივი საპროტესტო აქციები მიიღო. Интернета уже не было, посмотрела ჩემი მობილური ინტერნეტი უკვე გათიშული იყო. ამიტომ VPN-ით ვნახე რა ხდებოდა ქალაქში. ახლა თუ არა, მეტი როდის უნდა გამომეხატა ჩემი позиция. შედეგების გამოცხადების შემდეგ იყო მცირე შოკი და пауза. შემდეგ ყველაფერი დაიწყო. Я журналист. Да вы что, не видите, что ли? Я журналист. Кто вы такой? Представьтесь, пожалуйста. Представьтесь. Представьтесь, вы кто? Мы журналисты. ყველაფერი, რაც 20-21 წლების ამ მონაკვეთში ხდებოდა მინსკში, ისეთივე ნაცნობია, თითქოს შენს უშუალოდ ამ აქციების მონაწილე იყავი. სხვადასხვა მარშები, სტუდენტური პროტესტი, აქციის დღეების ათვლა, მასობრივი დაკავებები, ფიზიკური ანგარიშთორება ქუჩებსა და საპოლიციო განყოფილებებში. პრესა, რომელსაც ნელ-ნელა სპეცრაზმა ხელი შეაჩვია და აქციების კვალდაკვალ ჯერ მუშაობაში უშლიდა ხელს, შემდეგ კი ღია დაკავებები დაიწყო. нападение на журналистов, конечно, это ყველანაირი თავდასხმა ჟურნალისტებზე და მით უფრო დაკავებები ეს ყოველთვის ძალიან ცუდის ნიშანია. ეს სხვა ზღვარია, რომლის გადაბიჯების შემდეგ უკვე რეჟიმს სხვა რეალობა უდგება. ერთია, როდესაც პროტესტის მონაწილეებს აკავებენ და სულ სხვა, როდესაც იწყებენ იმ ჟურნალისტების დაკავებას, რომლებიც აქციებს აშუქებენ და აქციის გაშუქებას, აქციის ორგანიზებას უტოლებენ. ის, რასაც ახლა ვუყურებთ საქართველოში, ძალიან გავს იმას, რაც ხდებოდა 2020 წელს მინსკის ქუჩებში. ჩვენთანაც იყო ძალიან ბევრი პროტესტი, შემოქმედებითი პროტესტიც, პლაკატები, პოსტერები, სიმღერები. ყველაფერი ეს მალევე შეიცვალა, როდესაც ნელ-ნელა რეჟიმმა ამ პროტესტს ჟურნალისტები გამოაცალა. 2020 წლამდეც არ ცხოვრობდით დემოკრატიაში. მე მაგალითად არასოდეს მქონია აკრედიტაცია, რადგან ყველა მედია, რომელშიც მუშაობდი, ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო. არ გვიშვებდნენ პრესკონფერენციებზე, არ გვაძლევდნენ ინტერვიუებს და მაშინ ამ ყველაფერს შეჩვეული ვიყავით თითქოს. შეჩვეული ვიყავით ადმინისტრაციულ საქმეებსაც, როდესაც ჟურნალისტებს ასამართლებდნენ და 10-15 დღით უშვებდნენ ციხეში. კატიას დაკავება
მაშინ შოკი იყო. 2 წელი კატასტროფულად ჟღერდა. დღეს ყველაფერი რაც 5 წელზე ნაკლებია თითქოს არაფრად გვეჩვენება. თუ რომელიმე ჟურნალისტს 5 წელიწადზე მეტი მიუსაჯეს, დღეს მხოლოდ ეს იწვევს ჩვენში რეაქციას. პრეზიდენტის შექმნით ლუკაშენკოს რეჟიმმა ყულფს ნელ-ნელა მოუჭირა. კატერინა ანდრეევას გასამართლებიდან 1 წლის შემდეგ 2022 წლის 13 ივლისს მინსკის სასამართლომ დამატებით 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ტერორიზმის მუხლით სასამართლოს ხდომა დახურული იყო. ადვოკატს, რომელიც მას იცავდა, ლიცენზია ჩამოართვეს და გაასამართლეს. ადვოკატის ადვოკატს ლიცენზია ჩამოართვეს და გაასამართლეს. Я могу прочитать то, что Катя написала из თქვენ ახლა დარწმუნდით, რომ ჩემი სიტყვები გამართლდა. არსად ვაპირებდი წასვლას. უნდა შეეგუოთ იმას, რომ ეს ჩემი გაცნობიერებული გადაწყვეტილება იყო. მზად ვიყავი ეს გზას ჩემს ხალხთან ერთად გამევლოდა ბოლომდე ბელარუსი ჟურნალისტის სახელი მეტარებინა. ეს ის ფასია, რომელსაც ამ წოდებისთვის ვიხდი. 2022 წელს პრეცედენტის შექმნიდან 1 წელიწადში ლუკაშენკოს რეჟიმმა ჟურნალისტების წინააღმდეგ აქამდე არნახული რეპრესიები დაიწყო. ერთი მეორეს მიყოლებით ძალოვანები უვარდებოდნენ რედაქციებს, მედია საშუალებებს. მიმდინარეობდა ჩხრეკა ჟურნალისტების ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში. მხოლოდ 1 წელიწადში რეჟიმმა 55 ასეთი ჩხრეკა ჩაატარა. ყველაფერი შემოიარეს, ყველა ოთახი, ყველა კუთხე. დილის 8 ნახევარზე დაგვადგნენ თავზე ომონელები ელექტროხერხით. რკინის კარი რომ შემოემტვრიათ. 3 ბავშვი ყავს და რა თქმა უნდა კარი გაუღეს. ყველაფერი წაიღეს. ყველანაირი ტექნიკა, დოკუმენტები, ფულიც კი. მიზანი ჰქონდათ რომ უკანასკნელ ცენტამდე ყველაფერი წაეღოთ. გაჩნდა ტერმინი ექსტრემისტული მედია. 1 წელიწადში 29, მოგვიანებით ტერორისტული მედია. 1 წელიწადში 6. ამ მედია საშუალებებში მუშაობა კი არა, ნებისმიერი თანამშრომლობაც კი სასტიკ დანაშაულად ითვლებოდა. მხოლოდ 2022 წელს პრეცედენტის შექმნიდან 1 წელიწადში ლუკაშენკოს სასამართლომ დააკავა 53 ჟურნალისტი. მათგან უმრავლესობა სისხლის სამართლის წესით გაასამართლეს. ანდრეი ალექსანდროვი 14 წლიანი პატიმრობა, ირინა ზლობინა 9 წლიანი პატიმრობა, დიმიტრი ნოოჟილოვი 6 წლიანი პატიმრობა, ირინა ლევშინა 4 წლიანი პატიმრობა. მახსოვს პირველად, როდესაც მუქარის წერილი მივიღე და პოლიციას მივმართე, პოლიციას რეაგირება არ ჰქონდა და ძალიან კარგად ჩანდა, რომ ეს მიზანმიმართული იყო. როდესაც ქვეყანას ვტოვებდით, მაშინ გვეგონა, რომ ცოტა ხნით მივდიოდით. ჯერ კიდევ რჩებოდნენ ისინი, ვინც ცდილობდა მუშაობას, ფსევდონიმით, ჩუმად, მაგრამ ნელ-ნელა ეს წრეც შევიწროვდა, რადგან ყველაფერი ეს პირდაპირი მნიშვნელობით სიცოცხლისთვის საშიში გახდა. თქვენ რო რამე გიჭირდეთ და უბრალოდ ჟურნალისტს მისწეროთ, ეს სისხლის სამართლის საქმეა და აუცილებლად გისოსებს მიღმა აღმოჩნდებით. იყო ოჯახის წევრებზე ზეწოლის ფაქტები. მე ბელარუსში უკვე 4 წელი არ ვცხოვრობ და დღემდე, როდესაც დედა ჩემი ტელეფონზე არ მპასუხობს, ჩემს თავში საშინელება ტრიალებს. წარმოვიდგენ, როგორ შედიან სახლში, ჩხრეკენ, დედას იატაკზე ანარცხებენ და იარაღს უმიზნებენ. ეს არ არის ჩემი ფანტაზიები. ეს ის არის, რაც აქამდე მინახავს და გამიშუქებია. არის შემთხვევები, როდესაც ვიღაც პროფესიიდან უკვე წამოსულია, მაგალითად ლარისა შერეკოვა, რომელმაც ღიად თქვა, რომ აღარ არის ჟურნალისტი, მაგრამ ის მაინც დაიჭირეს. ბავშვი ინტერნატში გაუშვეს მანამ, სანამ მამა არ ჩამოვიდა სხვა ქვეყნიდან. და ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ აღარ მუშაობს, მაგრამ მას მაინც ასამართლებენ ძველი სიუჟეტებისა და სტატიებისთვის. კიდევ 1 წელიწადში ბელარუსში დახურეს ყველაზე დიდი მედია პლატფორმა ტუდბაი. რამდენიმე თვიანი ჩხრეკისა და სასამართლო პროცესის შემდეგ გამოცემის მთავარ რედაქტორს მარინა ზოლოტოვასა და გენერალურ დირექტორს ლუდმილა ჩეკინას 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ტერორიზმის ხელშეწყობისა და გადასახადებისაგან თავის არიდების მუხლით. ამავე წელს გისოსებს მიღმა 39 ჟურნალისტი აღმოჩნდა. დაიწყო უცხოური მედია საშუალებების ჟურნალისტების ცემა, დევნა და საბოლოოდ მათი აკრძალვა, რითაც თავისუფალი სიტყვის უკანასკნელი ფანჯარაც დაიხურა. რამდენიმე ადამიანი მოვიდა ჩემთან სამოქალაქო ტანსაცმლით. ხელები ზურგს უკან დამიჭირეს და სახეში გამარტყეს. შემდეგ შემათრიეს მიკროავტობუსში. ვინ იყვნენ და რის გამო მაკავებდნენ, მაშინ ვერ ხვდებოდი. მიკროავტობუსში მუხლებზე დამაჩოქეს, სისხლი მდიოდა, მაგრამ ამას არავინ აქცევდა ყურადღებას. ხელბორტკილები დამატეს. ოქმი არავის შეუდგენია, არავის არაფერი აუხსნია.
247 წელი და 2 თვე. სწორედ ამდენი აქვთ მისჯილი ბელარუს ჟურნალისტებს ჯამში რეპრესიების 4 წელიწადში 2024 წლის მონაცემებით. თავად ქვეყანა კი პრესის თავისუფლების ინდექსში ბოლოდან მე-4 ადგილს იკავებს. ის რაც 2021 წლის დასაწყისში ჯერ კიდევ წარმოუდგენელი იყო, 2024-ში ყოველდღიურობად იქცა. კონვეიერული მეთოდით რეჟიმმა 200-ზე მეტი მედია საშუალება ექსტრემისტულად გამოაცხადა. 11 ჟურნალისტს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, დაუსწრებლად პატიმრობები მიუსაჯეს. ბელარუსი ციხეში მყოფი ჟურნალისტების რიცხვით მსოფლიოში მე-4 ადგილზეა. ჩინეთის, მაიანმარისა და ისრაელის შემდეგ. მე-5 ადგილზეა რუსეთი. Точно так же, как сейчас я вижу в Грузии. ის რომ საქართველოს ბელარუსი არ არის, ის რაც ხელისუფლებას გაუვიდა ბელარუსში არ გაუვა საქართველოში, ჩემთვის არგუმენტები არ არის. ეს არის თვითთერაპია, მხოლოდ საკუთარი თავის დამშვიდება. ჩვენც ასე ვამბობდით და როდესაც პირველად დაიჭირეს ჟურნალისტი, გვეგონა რომ ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო. არავინ გაატარებდა ციხეში იმ ვადას, რასაც რეჟიმის სასამართლო მიუსჯიდა. შობს ყოველთვის უარესისთვის მოემზადო და იბრძოლო. ყოველთვის გაუვად ბელარუსშიც, საქართველოშიც, თუ შესაბამისი წინააღმდეგობა არ დახვდათ. როდესაც თბილისის მოვლენებს ვაკვირდები, მახსენდება ზუსტად იგივე სიტყვები, რაც მინსკში ისმოდა 2020-ში. რობოკოპები, რომლებიც ასე სასტიკად უსწორდებიან მოქალაქეებს, აშკარად არ არიან ბელარუსები, ალბათ რუსეთიდან ჩამოიყვანეს, ამბობდნენ ქუჩებში და აქცენტებსაც კი ადარებდნენ. ეს რობოკოპები ხომ ბელარუსები არიან. ბელარუსი ბელარუსს ასე არ გაუსწორდება. ჩვენც ასე გვეგონა, ჩვენც ასე ვფიქრობდით, მაგრამ შემდეგ ხვდები რომ კი, ის ხალხი, ვინც გუშინ დემონსტრანტებს ასისხლიანებდა, შენივე ქვეყნის მოქალაქეები არიან. შეიძლება შენ გვერდით ცხოვრობდნენ, შენი მეგობრების კლასელები იყვნენ და ასე შემდეგ. იმაზე ფიქრი რომ ქართველი ქართველს ამას არ გაუკეთებს, თავის მოტყუებაა. მათ შეუძლიათ და აკეთებენ ამას, რადგან ძალაუფლების ვერტიკალის ნაწილნი არიან და სამწუხაროდ, როდესაც რაღაც ზღვარს აბიჯებ, შემდეგ უკვე აღარაფერი გაჩერებს. რაც უფრო ადრე გავთავისუფლდებით მსგავსი ილუზიებისგან და რეალობას თვალს გავუსწორებთ, მით უფრო მალე მოდის გამარჯვება. თბილისის საპროტესტო აქციებზე ბელარუსიზაციაზე საუბარი ხშირია, თუმცა რეალურად რა საფრთხე შეიცავს ეს ქანქარა ძნელად თუ წარმოუდგენია ვინმეს. დაუბრუნდეთ თავში. 2021 წლის 18 თებერვალს მინსკის საქალაქო სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ტელეარხის ბელსატის ჟურნალისტ კატერინა ანდრეევასა და ოპერატორ დარია ჩულცოვას შეუფარდა, რაც დასაწყისი გახდა არნახული რეპრესიების, რომელმაც ბელარუსი დღევანდელ ბელარუსად აქცია. 2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმელებისა და ნედგაზეთის მთავარ რედაქტორს ზია ამაღლობელს სისხლის სამართლის საქმეზე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. და თუ ჩვენთვის ბატკოს ბელარუსული გაკვეთილები ჯერ კიდევ ვერ ნასწავლია, აღმოჩნდებით იქ, სადაც შემდეგში ვინმე დიქტატურის აღსაწერად ტერმინ ბელარუსიზაციის ნაცვლად სიტყვა საქართველოიზაციას რომ გამოიყენებს. სოლიდარობა და თავისუფლება ზია ამაღლობელს.